მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრისთვის უფლებების შეზღუდვას გეგმავს. საკანონმდებლო ორგანოში შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის მიხედვითაც დეპუტატების განმარტებით მთავრობისა და პარლამენტის უფლებამოსილებები მეტნაკლებად თანაბრდება. ვახტანგ ხმალაძის თქმით, ცვლილებების კანონში ასახვის შემთხვევაში პრემიერს აღარ ექნება უფლება აიძულოს პარლამენტი მისთვის მიუღებელი კანონი დაამტკიცოს. ამავე კანონპროექტის მიხედვით ძალაში რჩება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ მოქმედი ნორმა, რომლის გაუქმებაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იგეგმებოდა. მეტნაკლებად წონასწორდება პარლამენტისა და მთავრობის უფლებამოსილებანი და ის მთავრობა ვეღარ იქნება უკვე პარლამენტის თავზე მომჯდარი. მთავრობის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრი შეიტანს ცვლილებებს და ეს ცვლილებები 1/3 გაუტოლდება ან მეტი გახდება, მთავრობა ხელახლა უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე ნდობის მისაღებად. ესეც უქმდებოდა. ჩვენ ამასაც ვტოვებთ. აი მან მიიღო მხარდაჭერა. ინიციატივას პრემიერის უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით იწონებენ ახალი მემარჯვენეები. ქრისტიან დემოკრატები კი მმართველი გუნდის ინიციატივას არასაკმარისად მიიჩნევენ და იმ ნორმის გადახედვასაც ითხოვენ, რომელიც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ეხება და რაც ლევან ვეფხვაძის განცხადებით არსებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე მათ საყოველთაო განხილვას ითხოვს თავისუფალი საქართველო. კახა კუკავა ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კონსტიტუციის პარტიულ ინტერესებზე მორგებაში ადანაშაულებს. სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება კვლავინდებურად მიყვება საბჭოთა ტრადიციას, აზიურ ტრადიციას, როდესაც სადღაც რომელიღაცა ბუდუარში ხდება ამ კანონპროექტების შედგენა და მეორე კულუარული მოლაპარაკებების გზით მისი შეთანხმება სხვადასხვა უწყებებში, მაგრამ არა ქართულ საზოგადოებასთან. ბლოკი ცვლილებებისა, სადაც პრემიერის უფლებამოსილებების შემცირებას, მთავრობის, ასე ვთქვათ, ნდობის საკითხის ერთპიროვნულად დაყენებას და გარკვეულწილად პარლამენტის გათიშვას მთავრობის წევრთა დანიშვნისაგან და მთავრობის შეცვლისაგან, ბუნებრივია ჩვენი მთავრით ვეწინააღმდეგებოდით, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ ამ სახის ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში. ცუდი რაც არის, ეს არის პოზიტიური ნდობის ვოტუმი, უნდობლობის ვოტუმი, როდესაც ძალიან რთულია მთავრობის უნდობლობის გამოცხადება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ამ სისტემაში. ეს მუხლი უნდა შეეცვალა. თავარი ეს მუხლი იყო. ეს ყველაფერი არის შედეგი. თორე ამ მუხლების შეცვლა და ამ მუხლების არ შეცვლა გამოიწვევს ძალიან სერიოზულ კრიზისს. თქვათ ქართული ოცნების წარმომადგენლები არ შეეხენ, იმიტომ რომ მათია პრემიერ-მინისტრი და იმიტომ. მთავრობის უფლებამოსილების შემცირების გარდა პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო ქვორუმზეც იმსჯელა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მხარს უჭერს ქვორუმის 3/4-დან 2/3-მდე დაწევას, რადგან მისი თქმით ამ გზით პოლიტიკური ვაჭრობა და ოპოზიციის მიერ ინიციატივების დაბლოკვა გამოირიცხება. ძალიან მაღალი კვორუმი შესაძლებლობას აძლევს საპარლამენტო ოპოზიციას ერთი მხრივ ბლოკირება გაუკეთოს ცვლილებებს და მეორე მხრივ დაიწყოს, ასე ვთქვათ, უწესო პოლიტიკური ვაჭრობა, რომ ჩვენ მხარს დაუჭერთ ცვლილებებს თუ და მოითხოვონ ის, რაც არის მიუღებელი. აი ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ 2/3-ზე მეტი უმრავლესობით არ ხდება ცვლილების შეტანა. საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო ქვორუმის 2/3-ით განსაზღვრას მხარი არ დაუჭირა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვორუმი 3/4-მდე გაზარდა. ყოფილი მმართველი გუნდის გარდა ცვლილებების მიღებამდე კონსტიტუციაში დამცავი მექანიზმების ჩადების ინიციატივით გამოდის არასაპარლამენტო ოპოზიციაც. და როდესაც ქვორუმი 3/4-მდე იზრდებოდა და ეს წინადადება შევიტანეთ, მაშინ ჩვენ ეს ნიშნავდა იმას, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას გაჭირვებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები და ახლა ისევ ამის განხორციელება, ეს ნამდვილად არ მიმაჩნია მე პოზიტიურ ნაბიჯად. თუ ამას ამცირებ, მაშინ უნდა შემოიტანო რაღაც სხვა დამცავი მექანიზმი. მე ზოგადად მხარს ვუჭერ, რომ კონსტიტუციის ცვლილება იყოს გართულებული, მაგრამ თუ ეხლა ჩვენ გვინდა რაღაცა ეს მოდელი, ასე ვთქვათ, გამაუმჯობესდეს რა მოდელში ჩვენ ეხლა ვართ, მაშინ შეიძლება 3/4 გადავწიოთ კიდე ერთი წელი და ამ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო კომისია მიმუშაოს და ასე ვთქვათ, გარკვეული კონსენსუსამდე მივიდეთ და ახალი, ასე ვთქვათ, მექანიზმები ჩავდოთ იმისათვის, რომ უფრო მეტი ბალანსი იყოს მთავრობასა და პარლამენტს შორის, ვიდრე ახლა არის. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, რომლის შემუშავებასაც დაახლოებით 1 წელი დასჭირდება მმართველი გუნდი, ცვლილებების შეტანის გართულებული მექანიზმის ჩადებას გეგმავს, თუმცა არა ქვორუმის ხარჯზე. მანამდე კი საშემოდგომო სესიაზე ინიციატივების გარდა, რომლებზე მსჯელობაც უკვე დაწყებულია, ასევე იგეგმება საკონსტიტუციო
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის თემას უკავშირდება და კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას ეხება, რომლის საფუძველზეც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ.